ეს ტიპერს უნდა შემოგთავაზოთ, მეგობრებო. რა მოდის უახლოესი, ესე ვთქვათ, ზაფხულის პერიოდში თქვენ ცხოვრებაში. რა მოდის, რა იქნება, რა თემასთან დაკავშირებით იქნება ამის თვითონ კარტი გვაჩვენებს და დამიწერეთ ეს ფორმატი თუ მოგწონთ მინიმალური, ესე ვთქვათ, იდენტიფიკაციით. ამჯერად საერთოდ იდენტიფიკაცია არ იქნება, რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. რას უნდა ელოდოთ, რისთვის უნდა იყოთ მზად. ყველას თქვენი გექნებათ და გავიგოთ. უახლოესი 3 თვის ვადები იყოს, თუ ამ გაშლას უყურებთ. ზაფხულის შემდეგ იქნება უახლოესი 3 თვის ვადები. სხვა დანარჩენისთვის, ვინც ეხლა უყურებთ, ეს იქნება უახლოესი აი დღეიდან დაწყებული 3 თვის ვადებში თქვენ ცხოვრებაში რას უნდა ელოდოთ. რა მოდის? იეროფანტი, მაღალი არკანი. იმპერატრიცა და ხუთიან ხმალი. ეს არის თქვენი კონფლიქტური სიტუაცია, რაზეც გქონდათ და ვისთანაც გქონდათ, ასე ვთქვათ, აქ წარმოჩენილია ძალიან საინტერესო წყვილი თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის. ეს პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ცხოვრების მეორე ნახევარი, ასე ვთქვათ, საყვარელი ადამიანი, ასევე შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი რაღაცნაირად დამამშვიდებელი ადამიანი, თქვენი მეგობარი, თქვენი წინამძღოლი, თქვენი სულიერი მამა, ასე ვიტყოდი. ზოგისთვის შეიძლება იყოს კონკრეტულად პირადი ფსიქოლოგი, ტაროლოგი პირადი ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად გამშვიდებთ თავის საუბრით, მიმართულებას გაძლევთ, რაღაცნაირ სულიერებას გიმშვიდებთ, ასე ვიტყოდი. ყველას თქვენი გექნებათ, აქედან გამომდინარე ბევრი ხართ, წარმოჩენილი ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის და ამ ადამიანთან ურთიერთობაში იმპერატრიცად. იმპერატრიცა არის საოცნებო ქალი, ქალი დედა, ქალი ცოლი, ქალი საყვარელი ადამიანი, ქალი ყველაფერი რომ ხელიდან გამოდის და მის სახში, ასე ვთქვათ, ყველა მოვლილია და ყველაფერი მოვლილია, განსაკუთრებით მომდის ინფორმაცია, რომ ვისაც ყვავილები გიყვართ სახში მოშენებული გაქვთ, ასე ვთქვათ, რაღაცა კუთხე გაქვთ ყვავილებისთვის, განსაკუთრებით კარგად გაიფურჩქნება ეს თქვენი ყვავილების მხარე და უფრო თითქოს შეამატებთ ამ ყვავილებს, თუ უფრო მეტად გაალამაზებთ დეკორით, რაღაცნაირად თქვენ სახლს, თქვენ აი იმ 64-ის კუთხეს, სადაც ცხოვრობთ და რაღაცნაირი სიმშვიდეს და სილამაზეს შეიტანთ, რაღაცა შტრიხებს შეიტანთ ყველა ვარიანტში. ოჯახურ სიმყუდროვეში და ეს მოგიტანთ განსაკუთრებულ სიამოვნებას და რაღაცა სილამაზის და სიმშვიდის ასოციაციას დაგაწყნარებთ თითქოს რაღაცნაირად ეს ადამიანი წარმოჩენილია რომ თითქოს კონფლიქტური სიტუაცია იყო თქვენ ცხოვრებაში ამ ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ ყველაფერი დარეგულირდება, დასტაბილურდება. შესაძლებელია რომელიმე თქვენი მხარე წარმოადგენთ კონკრეტულად წარმოადგენელი ხართ ჰაერისტიკის და კონკრეტულად სასწორის ნიშნის, იმიტომ რომ მე-11 მაღალი არკანი იუსტიცია არის სასწორების კარტი როგორც წესი, მაგრამ ძალიან კარგი დიპლომატია მოხდება, ასე ვთქვათ, დიპლომატიურად დარეგულირდება თქვენი მაპატიეთ ეს კონფლიქტური სიტუაცია, რაც თავის ტკივილს გმართებდათ, შესაძლებელია რაღაცა ფიქრები ცუდი მოგდიოდათ ამ თემასთან და ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, დარეგულირდება თუ საქმე ეხებოდა თქვენ მაგალითად ქორწინება, განქორწინების თემატიკას, რაზეც ეს თავის ტკივილი ჰქონდათ, ესეც კანონიერად, კარმულად, რასაც ღირსი ხართ, რომ მიიღოთ სამყაროსგან ეს ბალანსი შენარჩუნდება და გამარჯვებული ამ სიტუაციაში გამოხვალთ. ვისაც განქორწინება გინდათ, ესე იგი, მიაღწევთ უპრობლემოდ აი ამ კონფლიქტის გარეშე, რაზეც თქვენ თავი გტკიოდათ, რომ აი შეიძლება გართულდეს სიტუაცია. სასამართლო პროცესებით თუ ასე შემდეგ ეს ყველაფერი დარეგულირდება და დიპლომატიურად მოხდება თქვენთვის ყველა ვარიანტში იმის ღირსიც ხართ, რომ აი წარმატებულად დაასრულოთ თუ ასრულებთ და გეგმაში გაქვთ თქვენი ქორწინების საკითხი, ან წარმატებულად პირიქით და
დააკონტრაქტოთ, ხელი მოაწეროთ რაღაცნაირად სასამართლოს გზით კი არა, უკვე აქ ოფიციალურ ხელმოწერა და დაკანონებაზე არის საქმე ამ ადამიანთან მიმართებაში, რაზეც შეიძლება ფიქრობდით, რომ რაღაცას გატყუებთ ეს ადამიანი და ბოლომდე მართალი არ არის თუ არა მართალი. პრინციპში ძალიან ბევრი ემოციურ, ასე ვთქვათ, ემოციებში იძირებით, წასული ხართ თითქოს შებრუნებული ხართ ამ ადამიანისგან, მისი მოქმედებისგან, აი რაღაცა თქვენ თავთან განმარტოვებას მოუნდებით აი ამ პერიოდში და რაღაცნაირად ჩამოყალიბებას თქვენი ემოციური ფონის დაბალანსებას, რომ აი არ დაგიწყებთ მტკიცებას და როგორც შენ გინდა მაშინ ისე მიმართე ეს მდგომარეობა და მართალი არის თუ არა ეს ადამიანი თქვენთან. ცოტა ბავშვურ ენერგეტიკაშია, შეიძლება თავს ავლენს როგორც პატარა ბავშვი უფრო ვიდრე თქვენ, ვიდრე იმპერატრიცას შეეფერება და ვიდრე იეროფანტ შეეფერება მაღალ არკანს, რაღაცა პერიოდულად ბავშვური გამოხტომები აქვს, შესაძლებელია და ეს აჩვენოს ხოლმე, შეიძლება უეცრად მოვიდეს და გაგახაროთ ხოლმე, ესეთი პერიოდი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც წარსულ საყვარელ ადამიანთან შერიგების და ნოსტალგიის მომენტები გიდგათ ხოლმე, აი უახლოეს პერიოდში ბედის ბორბალით შემოbrunდება ბედი ისე, რომ გექნებათ ამ ადამიანთან შეხვედრის საშუალება ამ ახლო პერიოდში, რაც ჩავიფიქრეთ, უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეს ადამიანი მეფე პენტაკლად არის წარმოდგენილი და მოდის თქვენთან, მოვა აუცილებლად შესაძლებელია რაღაცა კარგი წინადადებითაც მოვიდეს თქვენთან მიმართებაში, ან ზოგისთვის შეიძლება საჩუქრითაც კი მოვიდეს, ეს არის თქვენი კარმული პიროვნება, თქვენი კარმა, იუსტიცია, ასე ვთქვათ, მაღალი არკანი, რომელიც არის ბედიდან მოსული ეს ადამიანი და თქვენი ბედის ადამიანი არასდროს არ დაგეკარგებათ, რადგან არ უნდა გავიდეს, ესე იგი ბედის ბორბალით ბედი ისევ შეგახვედრებთ და მოდის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ხელცარიელიც არ მოდის პრინციპში, ან თუ ის მომენტი იყო, რომ შორ დისტანციებზე იყავით და ვერ ხვდებოდით ერთმანეთს ტერიტორიულად, ეს ადამიანი ბრუნდება იმ ტერიტორიაზე, სადაც თქვენ ხართ, შესაძლებელია უკვე ხელდამშვენებული, ასე ვთქვათ, აი იმ მიზნით მიღწეული რა მიზნისთვისაც, ვთქვათ, იყო გადაადგილებაში, თუნდაც ემიგრაციაში. პრინციპში ეს ადამიანი მატყუარა არ არის, როგორც თქვენ ეხლა შეიძლება შიშები გაქვთ, ეს არის თქვენი ოჯახი, თქვენი მომავალი, თქვენი ემოციური ადამიანი, რომელიც 10,000-ით აგავსებთ უახლოეს პერიოდში, როგორც თქვი, საშუალოდ 3 თვე ჩავიფიქრეთ და 3 პენტაკლით ეს არის ახალი ურთიერთობა, რომელიც გადაიზრდება ძალიან კარგი შანსებით, პერიოდულად გაქვთ უძილო ღამეები, ნერვიულობები, სტრესები ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან დიდი ალბათობით ასაკობრივი სხვაობა იყოს თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის და ამას მიჩვენებდეს პაჟების სახით კარტი, რომ ადამიანი ცდილობს რაღაცნაირად შეისწავლოს თქვენი პიროვნება, მოვიდეს ხელდამშვენებული, რაღაცა ფინანსი დაიჭიროს, არ ვიცი, ხელფასელოდება, რაღაცა საჩუქარი უნდა რომ გაგიკეთოთ, რაღაცა ხელდამშვენებული გნახოთ, ან კონდეს იმის საშუალება, რომ კარგ ადგილას წაგიყვანოთ და რაღაცნაირად ცოტა ბავშვურად, მაგრამ ცდილობს რომ მოემსგავსოს ამ სიტუაციას, რაზეც შეიძლება პერიოდულად თქვენ უძილო ღამეები და ნერვიულობა გაქვთ, რომ ხომ არ დავავიწყდი და ხომ არ მიმატოვაო და მოლოდინის რეჟიმში ხართ, რაღაცა გააყურებთ, აი იმ პერიოდს იხსენებთ ურთიერთობების შეხვედრების და ნოსტალგიაში ხართ, მაგრამ ადამიანი მზად არის ჩადოს თავისი ენერგია 3 პენტაკლით, ისწავლოს და შეისწავლოს თქვენი პიროვნება, როგორ უნდა გახდეთ, ასე ვთქვათ, აი ეს ბავშვური ქცევებიდან როგორ უნდა გადავიდეს თქვენი ურთიერთობა 10-იან თასში, ეს არის სავსე ოჯახი, თავისი საყვარელი შვილებით, შინაური ცხოველებით, როცა ორივე მხარე კმაყოფილია და ბედნიერია ამ ურთიერთობით და ეს არის ის ადამიანი, რომელიც გავსებთ და ავსებს სახლს სიმშვიდით და ბედნიერებით, ასე ვიტყოდი. კიდევ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში? ტუს პენტაკლი. შანსი შეიძლება ბევრისთვის იყოს, რომ ლოტარიის ბილით ითამაშოთ და მოიგოთ, ასე ვთქვათ, ჯეკპოტივით რაღაცა თანხა მოხსნათ, შესაძლებელია კარგი სამუშაო, კარგი მაღალი ანაზღაურებადი მოხდეს, ასე ვთქვათ, უცებ იპოვოთ და ხელიდან არ გაუშვათ. ტუზის მინუსი ეგ არის, რომ შეიძლება ვერ შეამჩნიოთ იმ მომენტში და
ასე ვთქვათ, ჩაიაროს ამ შანსმა სამყაროსგან მოცემულმა, ფინანსები მოდის, წარმატება მოდის ყველა ვარიანტში, კარგი კუში მოდის, რაღაცა კარგი შემოთავაზება მოდის და მიიღეთ ცხრიან პენტაკლით, ფინანსური კარები გეღებათ ძალიან კარგი. მიიღეთ.